საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლება ეროვნულმა ბანკმა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების ახალი საგადახდო სისტემა დანერგა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი მოიცავს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა და კრილინგის სისტემების სრულ განახლებას, რაც ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო აახლოებს. რა შეიცვლება ბანკებისთვის, ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის, რამდენად სწრაფი უსაფრთხო და მოქნილი გახდება ფინანსური ოპერაციები, როგორ ქმნის ეს სისტემა საფუძველს მყისიერი გადახდებისა და მომავალი ციფრული სერვისებისთვის და რა გზავნილი აქვს ეროვნულ ბანკს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის ამ პროექტით. თემის დეტალებით ჩვენი სტუმარია საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სისტემური მნიშვნელობის ყველაზე მასშტაბურ ფინანსური ინფრასტრუქტურის პროექტზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ დავიწყოთ შეფასებით თუ რა მნიშვნელობის მატარებელია RTGS-ისა და კრილინგის სისტემების განახლების პროექტი და ასევე რა ხდის მას განსაკუთრებულს, მისი მნიშვნელობის ხაზგასმა ალბათ არის ძალიან საინტერესო ჩვენი მაყურებელს. მოგესალმებით თამთა, პირველ რიგში უდიდესი მადლობა, რომ მომეცა საშუალება რომ ვისაუბრო ესადან ძიმე და ტექნიკურად საკმაოდ გამართულ პროექტთან მიმართებაში. პროექტი ნამდვილად ადვილი არ გახლავთ მისი შესრულება და განხორციელება ნამდვილად ასეთი სწრაფ ვადაში გასაკეთებელი და ამიტომ დავიწყებ ცოტა პატარა ისტორიით. დავიწყებ იმით, რომ ეს პროექტი და ასე ვთქვათ, ესეთი სისტემები თვითონ საქართველოს საბანკო სისტემაში დანერგილია ჯერ კიდევ 2001 წლიდან. განახლება, ავტომატიზება, ან სრული ასე ვთქვათ, საპორტი მაგის გაკეთდა 2010 წლის 13 დეკემბერს. 2016 წელსაც განხორციელდა გარკვეული რაღაც დანამატები, მაგრამ ეს თემა, რომელიც ჩვენ განახორციელებთ, ფაქტობრივად 1 წლის განმავლობაში, საკმაოდ მოკლე ხანში იყო, როგორ გითხრათ, ძალიან წარმატებული პროექტი თავად ეროვნული ბანკის მხრიდან, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო და არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადაუხადო ყველა მონაწილეს, ვინც კი იყო ჩართული ამ პროექტში. ამ პროექტში იყო ჩართული არა მარტო კომერციული ბანკები, არა მარტო მათი ტექნიკური მხარე, ასევე თვითონ ვენდორი, რომელიც გახლავთ ამერიკაში დაფუძნებული კომპანია მონტრანი და ასევე გახლავთ ის ქართული კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ აი ამ ტექნიკურ დახმარებაში, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მონაწილეები დაერთდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენს სისტემას. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რა არის გადახდები, იმიტომ რომ მეც გახლავთ, როგორ გითხრათ, 18 წელი მაქვს გატარებული საბანკო სისტემაში. ბევრ, ასე ვთქვათ, სფეროს მიმოხილვაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რა იყო გადახდები, ცოტა არ იყოს, ცოტა სხვანაირად მესმოდა. ეს 2 წელი მე მადლობა გადავიხადო თვითონ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მარტო იმაში, რომ ასეთი ძალისხმევა და ასეთი ყურადღება და ასეთი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს იმაში, რომ ასე კარგად დაასრულეს ეს პროექტი. ფაქტობრივად ამ პროექტის დასრულება იყო იმდენი ტესტირების რეჟიმში გაკეთებული, რომ ფაქტობრივად ვერც ვერავინ ვერ იგრძნო რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, კონფერენცია გვიწევს, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობთ და ყოველთვის, როდესაც ვიწყებთ საუბარს ამ თემაზე, ყოველთვის გვეუბნებიან ესეთ რაღაცას. ეს არის დასაწყისი თქვენი მოგზაურობისა. და რატომ? იცით ალბათ, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიური განავითარება, ინოვაციები იმდენამდე მნიშვნელოვანია და იმდენამდე აუცილებელია, რომ ცოტა არ იყოს, მეც კი ვცდილობ, რომ არ ჩამოვრჩიე ახალ ტექნოლოგიებს, რაც კი მსოფლიოში ვითარდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ პირველი დასაწყისი, პირველი ეტაპი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ გადავართ სხვა ახალ პროექტებზე. იმასაც აღნიშნე, რომ თვითონ ეს პროექტი არის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაკეთებული და რატო უსვამ ამას ხაზს? მსოფლიო ბანკი კი იცით, რომ არის განვითარებადი პარტნიორი საქართველოში უკვე მრავალი წელია, მაგრამ შესყიდვის პროცედურები, რომელიც არის უნიფიცირებული, საკმაოდ წარმატებული და კარგი აღმოჩნდა ჩვენთვის და რატომ? ამით ჩვენ მიგვეცა საშუალება, რომ საერთაშორისო დონის კომპანიას მიიღო მონაწილეობა ამ შესყიდვებში. მონტრანი გახლავთ აღიარებული კომპანია, მაგრამ არ მინდა აუცილებლად არ გამოვჩეს ისეთი რამ, რომ პირველი პროექტი, რომელიც 2001 წელს განახორციელა კომპანია მონტრანმა, სწორედ ერთ-ერთი ცენტრალური ბანკი ჩვენ ვიყავით. დღევანდელ დღეს კომპანია მონტრა 75 ცენტრალურ ბანკში მეტი აქვს ეს პროექტი განხორციელებული, რომელიც ტექნიკურ განვითარებას შემოიფარგლება. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო ეს ჩვენთვის, მაგრამ კიდე იცით რა არის? აი თვითონ ეს პროექტის განხორციელება, ამ საერთაშორისო დონის კომპანიის მონაწილეობის მიღება, ასევე საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე მოგვცემს ჩვენ საშუალებას, რომ გადავიდეთ. იმიტომ რომ არის ქვეყნის, ასე ვთქვათ, კონფერენციები, მაგალითად Global Payment
procurement wiki, რომელიც ძალიან გვინდა რომ როდესაც საქართველოში ჩადარდეს და ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ამ წარმატებით, იმიტომ რომ ეს პატარა პროექტი ნამდვილად არ გახდა. შემდეგი ეტაპი, რომელიც არ შემიძლია არ აღნიშნავ, გახლავთ ეს ასე ეგრეთ წოდებული მყისიერი გადახდების პროექტი. აი მთავარი ის, რაც ჩვენ გონია, ბანკთან ურთიერთობა ხო არის ჩვენთვის სესხი არის დეპოზიტი, მაგრამ ის როგორ ხორციელდება გადახდა, მოსახლეობის მხოლოდ საკომისიობის თვალსაზრისით არის გამოხატული და ყოველთვის უყურებთ რამდენი გადავიხადეთ, რამდენი დაგვიჯდა და ასე შემდეგ. რაც დგას ამის უკან ჩვენ ფაქტობრივად არ ვიცით. ამის უკან არის ძალიან დიდი, როგორ გითხრათ, ტექნიკური დატვირთვა, უდიდესი ტექნოლოგიური განვითარება, ძალიან დიდი თანხები, რომლებიც თავის დროზე იყო დახარჯული ამ ყველაფერზე და კიდევ უნდა დაიხარჯოს, იმიტომ რომ სოფლიოში ისე ვითარდება ყველანაირი ტექნოლოგიები, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ჩამოვჭეთ. რატომ მინდა აღვნიშნო ეს მყისიერი, ეს ეგრეთ წოდებული IPS-ის პროექტი, მყისიერი გადახდების პროექტი. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქნება ის, რომ 24 საათის განმავლობაში მყისიერად და მყისიერად ნიშნავს, რომ 10 წამის განმავლობაში განხორციელდება ტრანზაქციები. განხორციელდება ტრანზაქციები ის ნიშნავს იმას, რომ ასევე აუცილებლად გაებდება ის საკომისიოები, რომლებზეც ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ საკმაოდ მაღალია. მაღალია პირველ რიგში იმიტომ, რომ თვითონ კომერციულ ბანკებს აქვს უდიდესი თანხები დახარჯული აი ამ პროექტების განხორციელებაზე და ნამდვილადაც ლიდერები გახლავთ თვითონ აი ამ ინოვაციების სფეროში და არაერთი ჯილდო აქვთ აღებული. მოსახლეობისთვის ბევრად უფრო როგორ გითხრათ გამარტივდება თვითონ ეს გადარიცხვები, მაგრამ არ შემიძლია უკვე ჩვენი ფინანსური სტაბილურობის კუთხით არ აღნიშნო შემდეგი რამ. ჩვენთვის ეს ტოკენიზირებული გადახდები ყოველთვის ასოცირდება ტელეფონებთან, საბარათე სქემებთან. ამ შემთხვევაში, როდესაც მყისიერ გადახდებზე საუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს არის სხვა ტიპის გადახდები, ანუ ანგარიშიდან ანგარიშზე გადასვლის თანხები, ჩარიცხვები, გადარიცხვები და უკან დაბრუნებები. რატომ მინდა ეს ვისარგებლო ამით და ვთქვა, ჩვენ ყოველთვის უყურებთ ჩვენ საბარათე ანგარიშს. იმ დონემდე ვართ მიბმული ბარათებზე, რომ ფაქტობრივად გონია, რომ ბარათი არის ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ბარათის უკან დგას ძალიან ბევრი სხვა სერვისი, რომელთაც ჩვენ ალბათ ახლო მომავალში და შევძლებთ, რომ ვისარგებლოთ. დაგეგმილი გვაქვს ამ პროექტის განხორციელება, დასრულება სავარაუდოდ ამ წელს ბოლოსთვის. ძალიან დიდი ჩართულობაა კომერციული ბანკების მხრიდან, ძალიან დიდი ჩართულობაა თვითონ ვენდორების მხრიდან, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან და ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად ეს პროექტი დასრულდება წლის ბოლოს. მაგრამ ის ახალი რამ, რაც არ შემიძლია არ აღნიშნო, ეს არის გარდა მონაწილეებისა, რომელიც RTGS-ი ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვავ ხალხს, ეს არის კომერციული ბანკები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინა და ეროვნული ბანკი, რომლებიც მონაწილეობენ ამ RTGS-ის სიტამაში, მაგრამ ახლა განვახორციელეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ასევე დავამატეთ PSP-ები, საგადახდო პროვაიდერები. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის დომინანტური სექტორი, რომელიც დღესდღეობით ცოტათი არ იყოს გაჯერებული არის ჩვენ საფინანსო ბაზარზე, უფრო კარგ და სახარბიელო პირობებს გაუჩენს უკვე სხვა მონაწილეობის საფინანსო ბაზრისა, ისებს როგორიც არიან PSP-ები. თუმცა ამასთან მიმართებაში გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ასეთი ტიპის PSP-ებმა. ეს არის AML-თან დაკავშირებული რისკები, ეს არის აუცილებლად ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელთაც უნდა იყოს დაკავშირებული თვითონ ეს PSP ჩვენ საკორესპონდენტო ანგარიშთან, ჩვენ საანგარიშთაობრივ ანგარიშთან და ამ მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ცოტა ასე ვთქვათ, გარკვეული ზეგავლენა მოვახდინოთ ფასებზე, საკომისიოებზე, რომელთაც რაც უფრო მეტი მონაწილე იქნება, უკეთესი არის ნამდვილად ყველასთვის. კი ბატონო, ქალბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურაზე რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში გაწეული საქმიანობების შედეგად სად ვართ ახლა და პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის როგორი კითხები? ძალიან კარგი და საინტერესო კითხვა არის. აუცილებლად აღნიშნავ შემდეგ რამეს. ალბათ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კონფერენციაზე ვიყავით და აბსოლუტურად გაცნობილი ვართ ყველანაირ თემას, რომელიც დღევანდელ დღეს არის აქტუალური. პირველ რიგში ჩვენთვის არის აუცილებელი, რომ ჩვენ ავაშენოთ ეს ჩვენი სისტემები და დავასრულოთ ეს პროექტები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკეთილი და კარგი სურვილები გაგვაჩნია და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს 1 ან 2 წლის განმავლობაში. სანამ ეს სისტემები არ გვექნება დასრულებული, ჯერჯერობით ვერ
ვერ ვილაპარაკებთ დაერთებაზე, ასე ვთქვათ, რასაც ქვია cross border-ები, ანუ საზღვარგარეთ დასაერთებელი სისტემების ანალოგები. როდესაც დასრულდება ეს სისტემა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონში ალბათ ვიქნებით პირველები, იმიტომ რომ ესეთი სრულყოფილი სისტემა არ ამგონია ვინმეს კონდეს თუნდაც ჩვენს რეგიონში და ალბათ ცენტრალურ აზიაში. მაგრამ აქ ძალიან კარგი რამ შეიძლება რომ აღვნიშნოთ, ანუ ის ფინანსური სტაბილურობა, ასე ვთქვათ, ფინანსური ინკლუზიობა და რაზე არის დაკნობილი. ის გადახდები და ის თანხები, რომლებიც ლიკვიდურობის მხრივ საბანკო სისტემაში იტრიალებს, ყოველთვის უფრო მეტი ექნებათ კომერციულ ბანკებს და რატომ და ასევე სხვა საფინანსო სექტორის მონაწილეებს. იმიტომ რომ დროულად, ჩქარა, მყისიერად განხორციელდება და მათ შეეძლებათ უკვე კარგად დაგეგმონ თავისი ბიზნესი და კარგად განახორციელონ ეს ყველაფერი. ისიც ვიცით, რომ GDP-ს, ანუ ჩვენი ქვეყნის პროდუქტის ყველაზე დიდი ნაწილი მამოძრავებელი ერთ-ერთი არის საბანკო სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპორტის და საიმპორტო პროდუქცია, რომელიც სხვა ქვეყნებთან საკმაოდ მძლავრი გვაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს ამ მხრივ მაკროეკონომიკის თვალსაზრისით, არ შემიძლია არ აღვნიშნოს შემდეგი რამ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები გაკვეთილ ქვეყნებთან. ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მოცულობა ნამდვილად შემცირებულია საქართველოში და ამიტომ საქართველოს ვალუტა, ანუ ქართული ლარი, ნამდვილად არ არის კონვერტირებადი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყავს ეს პარტნიორები და მათ თავისი ანგარიშწორების ვალუტებია, აი ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და უკვე ვფიქრობთ კიდევაც იმაზე, რომ რამენაირად ეს ჩვენი საანგარიშწორებო სისტემები დაუკავშიროთ სხვადასხვა სისტემებს, იმიტომ რომ გვაქვს მოლაპარაკებები ბევრ ქვეყანასთან. მაგალითად ერთ-ერთი არის ინდოეთი, რომელშიც აუცილებლად შემოდგომაზე უნდა წავიდეთ და გავიუზიაროთ და გავიგოთ მათი გამოცდილება, იმიტომ რომ ვილაპარაკოთ ამ IPS-ის სისტემებზე, ინდოეთი გახლავთ ალბათ პირველი ქვეყანა, რომელშიც ყველაზე მეტად არის განვითარებული ეს სწრაფი გადახდები. ბრაზილია, რომელშიც ასევე ძალიან არის განვითარებული. ხა ბრაზილიასთან ჩვენ ნაკლები კავშირი გვაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანი ჩადის ალბათ მხოლოდ დასასვენებლად. რაც შეეხება ინდოეთს, ძალიან დიდი წილი ტურისტების, ძალიან დიდი წილი, ასე ვთქვათ, სტუდენტების სამედიცინო სფეროში ზუსტად მანდედან არის და ამიტომ აი ეს თანხები, რომელიც კონვერტაციაზე შეიძლება დაეხარჯოს ამათ თუ იმ მოსახლეებს, დაზოგილი ექნება და უფრო ეცდებიან, რომ ასე ვთქვათ, თავისივე ვალუტებში გამახორციელონ. მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო და ახალი ტრენდი, რომელზეც მთელი სოფლიო მუშაობს. არის ემბრიჯის პროექტი, რომელშიც მაგალითად ჩართული არის ძალიან ბევრი ქვეყანა და ყველა ცდილობს რამენაირად, როგორ გითხრათ, აი ამ ანგარიშწორების ახალ სისტემებზე გადავიდეს და გადავიდეს უახლოეს მოვალში. რაზეც ჩვენს ყველანაირ ძალისხმევას ცდილობთ, რომ განვახორციელოთ შეიძლება ჩქარა. და აუცილებლად მინდა გკითხოთ გამოწვევებზე საგადახდო ეკოსისტემის ინფრასტრუქტურის შეინების პროცესში, რომელიც არის საკმაოდ ვრცელი, საკმაოდ შრომატევადი პროცესი, როგორც თქვენ უკვე ისაუბრეთ. რა არის ის იდენტიფიცირებული გამოწვევები, თქვათ, რაზეც თქვენ აქტიურად მუშაობთ? კიბერუსაფრთხოება ალბათ პირველ რიგში და თვითონ ეს სისტემები. აი თქვენ ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ, რა დონემდე უნდა იყოს დაცული თითოეული ეს სისტემა, თითოეული ასე ვთქვათ კომპიუტერი, თითოეული ინფრასტრუქტურა და თითოეული როგორ გითხრათ პროცესორი, რომელიც არის დადგმული ეროვნულ ბანკში. აუცილებლად ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ბიზნეს უწყვეტობის პროცესები, რომლებიც ყველანი მოდერნიზირებული და ახალი ასე ვთქვათ გეგმების მიხედვით ყოველთვის ცდილობთ რამე არ მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას არასდროს არ უგზნია ეგეთი რაღაცა. მაგრამ ჩამოგიყვით ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც გადახდების დროს გარკვეული პრობლემები ყოველთვის ხდება ხოლმე. და რომ გითხრათ რა დონემდე არის ეს ყველაფერი განხორციელებული, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლების და ასევე იმ ჩართული კომპანიების დიდი როლი. იმიტომ რომ აქ არ არის მარტო როგორ გითხრათ კიბერუსაფრთხოებაზე დაყრდნობილი სისტემები. აქ არის კიდევ აი ჩვენი მარეგულირებელი ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ ფროდზეა მაგალითად დაფუძნებული. იმიტომ რომ ამასთან მიმართებაში ჩვენ გქონდა ასევე დავების საბჭო შექმნილი, რომელიც უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს და ის ადამიანები, რომლებიც მობაილ ბანკინგით, ინტერნეტ ბანკინგით ან ბარათით რა გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, შეუძლიათ მიმართონ ეროვნულ ბანკს და ეს თანხები მათ მიერ მათთვის იქნება ანაზღაურებული. მაგრამ არის ესე ვთქვათ fraud detection სისტემები. ეს არის დამცავი სისტემები, რომლებიც ჩვენ არ მოგცემს საშუალებას ნებისმიერ მოსახლეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ცუდ სქემებში ჩავერთოთ. ამაზეც საკმაოდ კარგი მუშაობა გვაქვს გაწეული და ალბათ ვაპირებთ შემოდგომაში ვეწიოთ ერთ-ერთ ესეთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც გაგვიზიარებენ ზუსტად მაგ გამოცდილებას, როგორ დავნერგოთ ეს სისტემები საქართველოში.
კი ბატონო, ქალბატონო ეკატერინა, ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა გკითხოთ, რამდენად ახლოს ვართ იმ ეტაპთან, როდესაც საქართველოში გადახდების სრულად მყისიერი შეიძლება გახდეს და ასე რეგიონში საგადახდო ჰაბის ფუნქციის შეთავსება რამდენად რეალურია ჩვენს? ნამდვილად რეალურია, როგორ გითხრათ, იცით, ბევრი სკეპტიკოსი ყავდა, მაშინ როდესაც დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, არავის არ ეგონა, რომ ესე მოკლე ვადაში მოვახერხებდით, მაგრამ ნამდვილად აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავხადო პირველ რიგში ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, კომერციულ ბანკებს, ვენდორებს და ასევე მონტრანს, რომ ასე მოკლე დროში, უბრალოდ დაგეგმილ დროში მოხდა ამ პროექტის განხორციელება. შემდეგი პროექტი სავარაუდოდ დასრულდება წლის ბოლოს. აი უკვე წლის ბოლოს შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად განახლებული, მოდერნიზირებული და სრულიად ახალი სისტემა გვექნება და შევთავაზებთ როგორც მოსახლეობას, ასევე საფინანსო სექტორის მონაწილეებს საკმაოდ გამართულ და კარგ საიმედო სისტემას და უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ აი ასე ვთქვათ საზღვრებს გარეთ გასვლაზე, რაც არ ამგონია რომ შორეული პერსპექტივა არ არის. პერსპექტივა გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და სიახლეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გელით ჩვენთან სტუდიაში RTGS-ის და კრილინგის სისტემის განახლებაზე ვსაუბრობდით. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.